შვიდი პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 10 ოქტომბერი 2016 წელი. ჩვენი როლი თქვენი პლანეტის ცხოვრებაში. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო დებოდა ძმებო. ჩვენ მოვედით თქვენთან რათა მოგიყოთ იმაზე თუ როგორ ხედავთ თქვენს პლანეტაზე მომხდარ ღვთაებრივი ცნობიერების თვალსაზრისით, რომელსაც ფლობს უმეტესი ცივილიზაცია, რომელიც შედის სიათლის გალაქტიკურ ფედერაციაში. თქვენი პლანეტა შევიდა გარდაქმნის სტადიაში და ის მდგომარეობს იმაში, რომ ახლა ინგრევა თქვენი საზოგადოების ყველა ძველი სტრუქტურა და იბადება ახალი. Რაღაც თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ იქნება უმტკივნეული, რადგან გრევა მიდის ყველა დონეზე, ფიზიკურზე, სოციალურზე და მორალურზე. ყველა ადამიანი ამა თუ იმ დოზით გრძნობს ამას, ვიღაცა შემთხვევაში ეს გამოვლინება ფინანსური კრიზისის, ვიღაცასთან სულიერი, ვიღაცას აქვს პრობლემები გარე მოცვასთან ურთიერთობაში. რადგანაც ახლა ყველა ადამიანი იმყოფ სხვადასხვა სოციალურ ეტაპზე, ანუ ამაღლება ყველა შემთხვევაში თავისებურად მოხდება. როგორც არ არის სამყაროში ორი ერთნაირი ადამიანი, ასევე არ არის ორი აბსოლუტურად ერთნაირი გზა ამაღლებისაკენ იმისთან მიუხედავად, რომ ამჟამად დედამიწაზე ფორმირდა კოლექტიური ცნობიერება, რომელიც მართულია იმისაკენ, რომ ადამიანმა დაიბრუნოს თავისი ღვთაებრიობა. წინა გზავნილებში 10-ის გალაქტიკური ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ბევრი ითქვა იმ დახმარების შესახებ, რომელსაც ისინი უწევენ დედამიწელებს, თუმცა ეს დახმარება მიმართულია, რომ შეგიმსუბუქოთ ამაღლების პირობები. თუმცა თავად ამაღლება ყოველ თქვენგანს დამოუკიდებლად მოგიწევთ თქვენი სულის არჩევანის მიხედვით, რომლის გაკეთებას თქვენს გარდა არავის არ შეუძლია. გზავნილებში ჩვენმა ძმებმა ანდრომედიანელმა უკვე ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად ნატიფია საზღვარი პლანეტის ბეჭდ ჩარევასა და მის მაცხოვრებლების მიმართ დახმარების სურვილში. ამიტომაც თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი დახმარება ყოველთვის დოზირებული იქნება. შემოქმედი ყურადღებით აკვირდება იმას, რომ ჩვენ არ გადავლახოთ ნებადართულობის ზღვარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გსურს საკუთარ თავზე ავიღოთ თქვენი საზრუნავების, ტკივილისა და ტანჯვის ნაწილი. გვერდზუნეთ ეს კეთდება ყველა სასიკეთოდ, რადგანაც თუ არ გავევლით თქვენს ბოლო გაკვეთილებს დედამიწაზე, ვერ შეძლებთ ღვთაებრივ დონეზე გადასვლას, რომელიც ამაღლების ნებას მოგცემთ. თუმცა, როდესაც თქვენ ამას გააკეთებთ, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით, რათა გასწავლოთ მეხუთე განზომილებაში ცხოვრება, რომელიც გეჩვენება მშვენიერი, თუმცა ჯერ კიდევ უცნობი. აქ კი ჩვენ უკვე მოგვეცემა სრული უფლება, რომ დაგეხმაროთ ყველაფერში და გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა. ჩვენ მოუთმენელად ველოდებით ამას ჩვენო ძვირფასო დედამიწელებო და გიგზავნით მთელს ჩვენს სიყვარულს. 7 პლანეტის 5-ს და 7-ს საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენს სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატება.